ერნსტ იუნგერის ტყეში წასვლა არის არა იმდენად მოწოდება ფიზიკური განმარტოებისკენ, არამედ ფილოსოფიური მანიფესტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ინდივიდუალური თავისუფლება ტოტალიტარული ძალისა და საყოველთაო კონფორმიზმის ხანაში. ეს ცენტრალური ფიგურაა ტყის ამბოხებული. იუნგერისთვის ტყე არის მეტაფორა, ადგილი, რომელიც დგას ლევიათანის, ანუ ყოვლისმომცველი სახელმწიფოს კონტროლის მიღმა. ტყეში წასვლა ნიშნავს შინაგანი თავშესაფრის შექმნას, სადაც ადამიანი უარს ამბობს შიჩზე, უარყოფს სისტემის მიერ ნაკარნახებ აზრებს და ინარჩუნებს საკუთარ სინდის. ეს არის არასთქმის აქტი პოლიტიკურ მანიპულაციაზე, ციფრული თუ სხვა სახის თვალთვალის მიუხედავად. იუნგერი მიიჩნევს, რომ ნამდვილი თავისუფლება პასიური მდგომარეობა არ არის. ის არსებობის ფორმაა, რომელიც მუდმივ მზადყოფნასა და პირად რისკს მოითხოვს. ტყის ამბოხებული არის ის მარტოხელამი ამბოხი, რომელიც მზადაა დაუპირისპირდეს ერთგვაროვნებას და თავისი საკუთრება, ანუ შინაგანი ღირსება და ნება, გარე ძალადობას არ დაუმორჩილოს. ამ ნაშრომმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ცივი ომის დაწყების ფონზე დაიწერა, დღესაც არ დაკარგა აქტუალურობა. ის მოგვიწოდებს ვიყოთ 1-2%-ის უმცირესობა, რომელიც არჩევანს აკეთებს სულიერ ამბოხზე და ირჩევს თავისუფლების ძიმე, მაგრამ ღირსეულ გზას, ვიდრე უსაფრთხოების სანაცვლოდ მონობაზე დათანხმდეს. წარმოიდგინეთ, რომ გარშემო ყველაფერი დიდმა მექანიზმმა შთანდგა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური სისტემა, ეს არის ტოტალიტარული ძალაუფლება, რომელიც ცდილობს თქვენი აზრიც კი გააკონტროლოს. თქვენ გეუბნებიან, რა იფიქროთ, რა იგრძნოთ და რისი გეშინოდეთ. ამ დაუძლეველი ზეწოლის პირისპირ რა არჩევანი გრჩებათ? გაქცევა, ძალაუფლება, ყველგან მიგწვდებათ. დამორჩილება, ეს სიკვდილია მხოლოდ გაწელილი. 1951 წელს მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე ერნსტ იუნგერმა დაწერა ტრაქტატი, სახელწოდებით ტყეში გასვლა. ეს არის გეგმა, თუ როგორ უნდა იცხოვროს სუვერენულმა ინდივიდმა სამყაროში, სადაც თავისუფლება ძვირად ღირებული და იშვიათი საქონელია. ტყეში გამსვლელი არ არის შიშარა, რომელიც ემალება რეჟიმს. ის არის შინაგანი თავისუფალი მეომარი. მისთვის ტყე არ არის გეოგრაფიული ადგილი. ეს არის სულიერი ადგილი, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება ვერ აღწევს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია დაუბრუნდეს საკუთარ საძირკველს, ღირებულებებს, რწმენას, ოჯახს და საკუთარ განწირულ ნებას. ტყეში გამსვლელი მარტოხელა პარტიზანია. იმისთვის, რომ ტყეში გახვიდე, საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, შიშის დაძლევა. სანამ ადამიანს ტოტალური ძალაუფლების ეშინია, ის მისი მონაა. ტყეში გამსვლელი კი აცხადებს, მე მირჩევნია მოკვდე, ვიდრე დავემორჩილო უსამართლობას. სწორედ ეს ნება გაწიროს სიცოცხლე თავისუფლებისთვის, აქცევს მას უძლეველად. მან იცის, რომ ის მარტოა. ის არ ეყრდნობა პარტიებს, იდეოლოგიებს ან მასობრივ მოძრაობებს. მისი ძალა მის სუვერენიტეტშია. ის რჩება საზოგადოებაში როგორც პროფესიონალი, როგორც მეზობელი, მაგრამ შინაგანად ის ყოველთვის დისიდენტია. მას შეუძლია ნებისმიერ წამს გადაერთოს წინააღმდეგობის რეჟიმზე. ის ხდება მარტოხელა პარტიზანი, მზადყოფნაში მყოფი ფიგურა. დღეს ჩვენი მტერი მხოლოდ პოლიტიკური დიქტატურა არ არის. ჩვენი თავისუფლების უდიდესი მტერია ციფრული ტოტალიტარიზმი. სისტემა, რომელიც ჩვენ ყოველ მოქმედებას აფიქსირებს, აანალიზებს და გვაყალიბებს. ამ ახალ სამყაროში თქვენი ტყე არის თქვენი პრივატულობა. თქვენი ტყეში გასვლა არის თქვენი გადაწყვეტილება. შეინარჩუნოთ ავთენტური საუბრები, დაიცვათ თქვენი მონაცემები და შეინარჩუნოთ კრიტიკული აზროვნების უნარი მასობრივი პროპაგანდის ფონზე. ტყეში გასვლა გვასწავლის, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება შიგნით. თუ თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ შიში საკუთარ თავში და შეინარჩუნოთ თქვენი შინაგანი სივრცე ხელშეუხებლად, ვერც ერთი ძალა ვერ დაგამარცხებთ. ერნსტ იუნგერის ეს ფილოსოფია არის რადიკალური და მარადიული მოწოდება. აღმოაჩინეთ თქვენი ტყე, დაეუფლეთ მას და იყავით სუვერენული იმ სამყაროში, რომელიც მონობას გთავაზობთ, კომფორტის სანაცვლოდ.